მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია, ეს რუსთავი 2-ია და ეთერშია ბატა და ნიკას შოუ. დღეს შევეცდებით უფრო სწრაფად ვილაპარაკოთ, რადგან 11 საათზე შვეიცარია ბოსნია-ჰერცეგოვინას თამაში იწყება და უნდა ვიჩქაროთ. ვინც ახლა იფიქრა სამი გუნდი ერთდროულად როგორ ხვდება ერთმანეთს, შვეიცარია, ბოსნია და კიდევ ჰერცეგოვინაო, გილოცავთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი თქვენთვის არ დაწყებულა. მნიშვნელოვან ამბებს ვერ გამოვტოვებთ და ამიტომ შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიპის და დროსტარების და ფეხბურთის ყურების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიძაშვილი. მსოფლიო ჩემპიონი და დასრულდა თურქული, ბრაზილიური და მექსიკური სერიალების პარპაში. მაგრამ ეს ნელა არა ქართულისა. მიხოდა მარო ისევ ფორმაშია, ისევ შაბათკვირას გადის ახალი სასაცილო მსუყე და საინტერესო სერიები. ნუ შეიძლება დროში ცოტა მაიწიოს ხოლმე საღამოს 10 საათიდან, მაგრამ შორს არ წავა, ცოტა იქეთ, ცოტა აქეთ. მთავარია ანონსებს ადევნო თვალყური და არ გამოგრჩებათ გებიცემთ. კი ბატონო, იცი სხვათა შორის აშკარად ფიფაშიც უყურებენ მიხოდა მაროს და ისექნეს, რომ საღამოს 10 საათზე არ დაგვასვეს თამაში. ამიტომ არ უნდა გამოტოვოთ. მიხოდა მაროს ახალი სერიები, ფეხბურთს, ჟანსაღი, სიცივი, ლუდზე უფრო უხდება, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას ვუყურე და ცოტა ნაწყენი ვარ. ეს სელმა ჰაიეკი როგორ დაბერებული? შეკაცო, ჩვენ დაუბედით და მაგას რა მოვიდო და 3 კურსი წინ იყო ეგ ჩვენზე. გახსნაზე შაკირამაც იმღერა და ამით გაამჯობესა სტატისტიკა, რომელიც მიხედვითაც ბოლოს 3 მსოფლიო ჩემპიონატზე შაკირა უფრო მეტჯერაა ნამყოფი ვიდრე იტალიის ნაკრები. სამაგიეროდ ზოგი ისეთი გუნდი მოხდა ჩემპიონატზე, რომ ჰიმნის დროს თვითონ ფეხბურთელებიც გუგლში ეძებენ საკუთარი ქვეყნის ჰიმნის ტექსტს. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაციებიც დაფიქსირდა. დიახ. ყატარმა შვეიცარიასთან ფრეი თამაშა. კურასაომ გერმანიას გოლი გაუტანა და მაროკოს ვერ მოუგო ბრაზილია. სენსაცია ეგ შედეგები კი არა. სენსაცია ისა, ეგ გუნდები რომ თამაშობენ მსოფლიოზე ჩემონიკა. სხვათა შორის ერთ-ერთმა ჩემთვის საუკეთესო გუნდმა კაბო ვერდემ და ესპანეთმაც ფრეი თამაშეს. კარგი რა. ნუ გადამრიე. რა გუნდია ეგ საერთოდ? ან როგორ მოხდა მსოფლიოზე ეს და ესპანეთი არის. კურასაოს ფეხბურთელები არიან შოკში. რაო? პირველი 11 კაცია თავის ქვეყნიდან, ვინც მექსიკის გავლით არ ჩასულა ამერიკაში. მოკლედ, წელს ისეთი უცნაური ქვეყნები მონაწილეობენ, თამაშს კი არა, რუკას უყურებ. ამიტომ მივმართავ რუსთავი 2-ს. სპორტული კომენტატორის გვერდით მინიმუმ 1 გეოგრაფიის მასწავლებელია საჭირო და ვიზრუნო თამაშს. კი ბატონო, გეოგრაფიაში ცუდი ნიშანი ვისაც ყავთ, ფეხბურთს ჩაუჯექით ბავშვები. მაგრამ ისეთ დროს გადის თამაშები, ბავშვებს გაუჭირდებათ ყურება. მეც პირველ ტაიმს ტელევიზორში უყურებ და მეორე სიზმარს. ამერიკის გუნდებს კიდე არ აუშავთ და ევროპის გუნდები მტკნარებით თამაშობენ დააკვირდა. ძალიან მეცილება. იტალია რომერ მოხდა მსოფლიოზე. აშკარად გამოროტებულები არიან რა. ნახე რა კანონი გამოსცეს ქვიშიან სანაპიროზე. პირსახოცის გამოყენებაზე 100 ევროა ჯარიმა. რატო? რადგანო სველი პირსახოცით ქვიშის მარაგი გადის სანაპიროდან. რაც წუნა ხალხია ეს იტალიელები. პლაჟიდან ქვიშა კი არა, ოქროს საწმისი გავატანეთ ბერძნებს და მაღაზი არ გვიტივია კაცო რა არის. გეუბნები, მე რასო გამოროტებულები არიან. განა რამდენი ქვიშა უნდა წაიღო პირსახოცით პლაჟიდან. რო ეკოლოგია და აზია. რასო? სეირანას
ქობულეთიდან იმდენი აქვს წამოღებული სველიკი საკუთით რომ სახლი ააშენა იმ ქვიშა და ღორღით. აგი რა ცოცხალი ადამიანი ღმერთად ითხრას ამ ყოფილს. ესე იგი იტალიაში ქვიშის ფეხბურთი, ფრენბურთი და რაგბიც აკრძალულია. წარმოიდგინე ოფლიანი ტანით რამდენ ქვიშას გაიტანენ. სხვათა შორის იტალიის ეკოლოგიის დაცვის ერთმა ცოტა გარყვნილმა წარმომადგენელმა კაცმა განაცხადა სველიო საცურაო კოსტუმებითაც ბევრი ქვიშა გააქვთ ქალებს პლაჟიდან და მოვითხოვ რომ არავითარი კუპარნიკებია. გაიხადა. და ისე ტანტალა გააკეთონო. მოკლედ ვერ მოხვდრებ მსოფლიო ჩემპიონატზე და აღარ იციან რითი გაამწაროთ ტურისტები. თავი და თავი ეგ. აბა ამაშია საქმე. სამაგიეროდ ავსტრალია მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და საგულშემატკივროდ მთელი ავსტრალია გაყვა მე მგონი. დაცალეს ქვეყანა. განცხადება ვნახე ინტერნეტში. ავსტრალიაში იყიდება ქალაქი, რომელშიც მარტო 2 ადამიანი ცხოვრობს. ხო, თან ძალიან კარგი აქცია აქვს. თუ ამ ქალაქს იყიდი, საჩუქრად მოყვება 3 სოფელი 1 ადამიანით და დასაკეთს 2 კაციანი თეატრი. ჩაგეცე კარგია დასაკეთია. ეგ კარგია ნამდვილად, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს შემონიკა. კაცს ჯოკრის თამაში რომ მოგინეს, მეზობელი ქალაქიდან უნდა დაიმატო ხალხი. ო, ცოტა რთულია რა. ერთ მეზობელს ერთავნიორს თხოვ, მეორე მეზობელს ხახს და კონდარის როდაგშირეს ვის უნდა მიადგები? ყველას თუ კენგურუს თუ. კაი, გადავიბიგე, აღარ ვიყიდი მაგ ქალაქს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად შესაბამისად კრიმინალმა იმატა მექსიკა, ამერიკა, კანადაში. დააგავეს ბრაზილიერი დამნაშავეები და მათთან ერთად თუთიყუში. როარ ერგებინეთ. მარჯილო. თუთიყუში, რომელიც კრიმინალებთან ერთად მუშაობდა და ძარცვის დროს წინასწარ აფრთხილებდა პოლიცია მოდის. დააკავეს, თორე გალით გააკვირებდი ახლა მაგას. თან ეს თუთიყუში გაბოროტეული ყოფილა. ბრაზილიის ნაკრებმა ისეთი ფეხბურთი ითამაშა, აწი გინდა დამიჭირეთ, გინდა დამხვრიტეთ. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები ითხოვენ გამოუშვით ეგ თუთიყუში. დაცვაში დავაყენებთ მაგას, წინასწარ გვეტყვის შედევრი დაიწყება. ჩვენც რა შეგვიძლია ვთქვათ, მოულოდნელი სვაბოდა თუთიყუში, ძმაო. ახლა ძალიან არ გაგვიგრძელდეს საუბარი. ბრწყნიან შვეიცარიელები და ბოსნია-ჰერცეგოვინელები ყველაფერს. მერე ღამის 2 საათზე კანადა, ყატარი იწყება და 5-ზე მექსიკა, სამხრეთ კორეა. დაგხოცავ ჩვენ ეს ფეხბურთი გეუბნები, დაგხოცავ. არა როგორ გინდა არ უყურე. შეხოთაშორის ქუჩაში ვცნობ, ვინაა გულშემატკივარი და ვინ არა. აი დააკვირდი, უყურე. თუ ადამიანს გამოუძნებელი სახი აქვს, ესე იგი ფეხბურთს უყურა. ხო. კი ბატონო. გასაგებია. ჩვენ ხვალ არ გვაქვს ჩაწერა და დღეს 3-ვე თამაშს ჩაუჯდებით, მაგრამ აი ორშაბათ დილით რა გვეშველება, ეს აღარ ვიცი. და ეს ჩვენი დარდი სიმღერად გვინდა გაგიზიაროთ ჩვენო ერთგულო მაყურებელო. ხომზოთ ხარ? მე სულ მზადა ვარ. კი ბატონო, მოკლედ სანამ დაიწყება ფეხბურთი ჩვენც ვიჩქარებთ და გთხოვთ. ფონოგრაფია. მაგან ჩატარდეს მოდი შემდეგი მუნდიალი ბუშავით ღამევზივარ არ მომიხუჭავს თვალი არ მახსოვს დილის 5-ზე მელოდი დამელია ფეხბურთის გადამკიდეს დღეხამე ამერია ოდელი დელი დელია დაგვეცხო განსაცდელია ღამის თემება ძნელია ოდელია დელია ოდელი დელი დელია ცალკე ხალხის ამცხვენია სუფრასთან დამძინებია ოდელია დელია
დელია ამის ხუცეა თამაში აკა გვიშალეთ ზალაში დილით ხავარ გვიშველის მხოლოდ ხაში და ლავაში ძალიან ვიხარია რომ დავინახავ საცობს გზა ცოტა სავუძინებ საცობში ხრინვას რასჯობს ოდელი დელი დელია დაგვეცხო განსაცდელია ღამის თენება ძნელია ოდელია დელია ოდელი დელი დელია ცალკე ხალხის სამწვენია სუფრასთან დამძინებია ოდელია დელია მალე დამთავრდეს იქნებ ჯგუფური ეტაპები უძილობისგან სახლში ერთმანეთს ვეტაკებით რა მოვიფიქრო რა ვქნა უკვე ტვინიც კი მტკივა დილას დავარქვათ ღამეს დავარქვათ დილა ოდელი დელი დელია დაგვეცხო განსაცდელია ღამის თენება ძნელია ოდელია დელია ოდელი დელი დელია ცალკე ხალხის სამწვენია სუფრასთან დამძინებია ოდელია დელია გამარჯობა მოგესალმებით რეგიონალური ტელევიზიიდან ეთერში ვარ ჩვენა გაუძინი ამას აი იგერი არა ფეხბურთში როგორც არის ვარი ჩიტოვისა ჭირდება მაგ დილაობით გადაიხიდო სკოლმე რომ აღარ ახსოვს არაფერი და არც მე მიჯერებს ბიჯო, ჩიტოვი. შამაიფხიზლე, რა იყო? რაშია? ამაზე. დედა ჩემის დამკალით ვიღაცა, მამიხვდეს თავი. ისე დროს გადის ეს თამაშები. არეული მაგ დილა საღამო საათი, წელიწადის დრო, კონტინენტი, პლანეტა. მოგესალმებით თქვენ შემოგევლეთ მე. ეთერშია რეგიონალური ამბები. Cazzo, ciao Siaka, Brasili informa. ჩემპიონი გონია თავი ამასა. მეც რავა პრეტენზია გაქვს რამე ზამია თუ ეგ ბრაზილიასთან. არა, ადრე მეც ბრაზილიას ამ გულ შემატკივრობდი, მაგრამ თორმა დაიწყო იჭიანობა და გერმანიაზე გადაველი. არავიო. შენია წელსათასი. ეგრეა. თუ არა დანახავ. კი, აბა. მე ზამია ბოშობიდან ბრაზილიას გულშემატკივრი. რასა? გიჟდები ბრაზილიელებს, სულელდები. აი მაინც ვინ მოგწოს, აი ბრაზიელებიდან და ვინა? ვინდა ისა კაცო, რა ქვია იმას? ადრიანა ლიმა. მინა დრამა. რავა, ცუდები არიან. რა სამჯო, ცუდები როგორ არიან, ბიჭო? ძალიან აყვარებია მასა ფეხბურთი, აი ძალიან. აბა, რავა, შეგენაცვალე. ჩემი ბიჭიც ფეხბურთელი უნდა გამევიდა. ასიცა. ფეხი რაცე იდგა. აჰა. ის მერე დამყავს. აჰა. ძირითადია უკვე 12 წლამდელ თანაგრებში. აჰა, ოჩახში პატარა ბიჭო, რა გუჩია ეგა? თერჯოლის ბარსელონა. აჰა. მაგრამ ნუ ეხლა ზესტაფონის რეალი ითხოვს. ითხოვს, ეგრე იქნება. ჩემ ბიჭაც უნდა ფეხბურთი სიარული ბანღობაში, გაიგე? მე სად მეტარებინა ეხლა? უყიდე მაგინი ფერი. იქნე მაგრამ მოიწონდა გაიგე და მეორე აი მაყალთან ვერავინ ჯობნის დღეს და გადააბრუნება. ოი ხოშიანად. ხო, პრინციპი. სისტემა ერთია ეხლა. კი, ბატონო, კი. კაი, მივხედოთ ახლა. მივხედოთ. დღეს მაინც და მაინც ახალი ამბები თავს არ შეგაწყებთ. მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, მაგრამ სპონსორის გამოცხადება აუცილებელი. ეგრეა. აბა თუ არა ის
გაბიზინებული 40 ლარი შეივლის მასტერაოივით. აბა ჩვენი რეგიონალური სპორტული მიმოხილვის სპონსორია ჟორაია სახაშე. ეგენასო. ჟორაია სახაშე ჩლიქები. სახაშე ჩლიქები დაცხეტაში მოვახაში. ეგენასო. ჟაკიდან მივდივართ ბანდა. დღევანდელ ჩვენ საფეხბურთო მიმოხილვას დავიწყებ წუწუნი. სოფლიოზე არ უნდა ვიყოს ახლა ჩვენ და ჩვენი ნაკრები ზამია. ვითხარი ერთი თუ არ უნდა ვიყოს. ცოლი მეჩხუება შენ ფეხბურთი ჩემზე მეტად გიყვარსო. მან და ყველაფერი იციო და ჩვენი ქორწინების თარიღი არ გახსოვს. შენ ასეული ერთ მაგდა. რა ეუნებდა როგორ არ მახსოვს მეთქი ქალო შენ რა ცოტა მოგიყვანე იმ დღესა ბავარია მოუგო არსენალსა 3-2 რათა კი არ მე ამას ძოლი მეუნება შეთვის ფეხბურთს უკავიაო პირველი ადგილიო და მეორე მეო აჰა არა და კი არის ეს მეორეზე ძიუდოა მესამეზე რაგბი და მეოთხეზე კალათბურთი ასიძა ვიო მაცოლი რომელზეა ვიო მე ასიძა ვიო ძოლი სპორტია რა უნდა მაგას ამსიაში ცოლია ვიო სპორტი თუ არის მარ არის კუდიცკი ისა ხო მაგაც არის ერთი მხრივ მართალი ხარ შენ სპორტულად მოკლედ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ტოკ-შოუს ფორმატის არის რა და ახალი სტუმრები უნდა მოუყარო აქა გაშლამასავითა თავ-თავი ანთის კამებითა უღოთ ახლა არა გვაქვს ჩვენამდე შესაძლებლობა მასაშე ჩვენთან დღესა სტუმრად არიან სპორტული ჟურნალი ლუდი და ნეკნები რედაქტორი ბატონი პიყინა მოდი მომზადი ქაშურის ტელევიზიის სპორტული ანალიტიკოსი ბატონი ვასასი ახალ გენაცვალე მოდი გენაცვალე დაჯექი აჰა მოდი შაიტევი შავტე შეგელა შენა რო ვარჯიშობდი თელი ცხოვრება ეს აგვია ადიდასი ყოფილა თავიდან ისე იყო გადაჭიმული აუდი მეგონა და მესამე სტუმარსაც წარვაგენ ფოთი ტელევიზიის სპორტული მიმოხილველი ბატონი მოგელა აქეთ მოგელა შეგელა ყველა მომწენდა მზანი შად მიხარ კაცო ხაში დაჯექი მეგრელები ხო წინწინ იწევენ ყველაფერში აბა რა სიტყვით ვიჯებო ხო ხართ მაგრად კარგად გამარჯობა ბიჭებო გამარჯობა რაფერი ვიქნებით კი ვართ მაგრად მაგრამ ბიჭო ძალიან გულინწყება რანაირად ვერ მოხვდით სოფლიოს ო მე ძალიან გულინწყება რანაირად გავარდა ბიჭო იტალია ვინ იტალია ბიჭო საქართველოზე გეუბნება ესა ო რა ვიღაცო ვერც იტალია ვერ გავიდა ანუ დაგვეწინე ეგენი ჩვენა დონით არა ო ეხლა შენ მითხარი აბა მოგელეთი შენი პროგნოზი როგორია ეგა ვინ მაიგებს ჩემპიონატს შენი აზრით ხო ოი გერმანია მოიგებს მა არა ეხლა მასე იზახთა ცოტა შორის ბაბუაჩები 1945-ში გერმანია მაიგებს რომ მარა ვერეიტარა რაიხსტაგზე დროშა კანთარია ბრაზილია ძმაოთან ჩემპიონი ცხალი არ გო უწევს ვიო გაჩუმე დენა თქვენა კაცო მე მოგელას ავკითხე ხალხი არა ხარ ხო და მე მინდა თქვა რომ ესე იგი დაიცაგასო ეგა სასწრაფოს მაიგა გაფიაშედა რაცია ვიო სასწრაფოს მაიგა რა ნიჭა სასწრაფოს მაიგა სტუდენტია ეს რა სასწრაფოს მაიგა შვეიცარია ეს ბიჭო შვეიცარია შეხედე მეგული ფუძია კამიგე მაქვეყანას კამიგე და მაგიტო გუშევმატივრავ მე აბა დაუპირდი შვეიცარია შეგენაცვალე ჩემი ნიჭიერი მასე მეგრული მუზით ვართაგარა დანარჩენები ზავია ბრაზილია გერმანია იაპონია მაიცა ბიჭო ვასას მამხედე ხა შენა ხა იაპონიას აგულშემატკივრო თუ რა არის ახლა ეგ არა ბიჭო გრილი არის ესა გაიგე ზა აი ხა ესა გაიგე საერთოდ ბიჭო ბავშვობაში მე ვასებოდა მაგრამ ის რა ქვია იაპონური მაგნიტოფონები რა და სულაც უსმენდი ხოლმე იქ ვიყავ ერთხელ რა ქვია სურამულის პირასა დაგდებული გავაკეთე მე და უსმენდი ხოლმე აჰა გასაგებია და ისე ვისკენ ხარ ეს რა თქვა ვისკენ რა ვიზო ვინც იკისრებს
შენ აი მის დანაფორმა გაცვია, მკისრებელი არა ჩანს ეგ გუნდი, გაიგე შენ არა, ყველაფერი პატარა აქვს მაგათ. კეიფი და დროს ტარება არ უყვართ. უმთევს აჭამელი. მე თუ მომიყვანეთ, მეც მართლევიეთ, ერთი-ორი სიტყვა ხო შეიძლება? გისმენთ ბატონო, ურესაც კვეთილი. ესე იგი, საფრანგეთი ქვეჯგუფში მოუგებს ერაყს. ასავიჯო რასა? ეგა სკანდალური განცხადება. შეძლებს ვითომა, ჰა? უეჭველი უგებს, უეჭველი, მაგრამ ერთი პრობლემაა. რა? ესე იგი, ერაყმა თუ წააგო, საფრანგეთში ბენზინი გაზრდება ორმაგად. ამ ჩემ ფეხებს თუ გადვიდევა რაო. გადავიდეთ ეხლა ისევ მოგელათანა რა. შენა რომელ გუნდს აგულშემატკივრო? შვეიცარიაც ესე იგი. ჩემი აზრით? ხო. რომელიც მოიგებს. ეგ რანაირი გულშემატკივრობა, ეგ ვერ გავიგე თორე. მართალია ის ეს კაცი რომ აგვირდები ტელევიზია თუ ხარ რეიტინგია მთავარი ეგრეა. საქართველოს ვერ მონაწილეობს და ფეხებზე არ გიდი ახლა მოგელია ტრიბეიგებს ამისაგე მაშინაც ბრაზილიისკენაც ახლა. ო, მართალი. უიო თავში არ ვისმენდი შენ რა გაიგრო ვისმენ რა გაიგო რეიტინგია ძალიან მთავარი ბრაზილია ადრიანა ლიმა ნინადრაბა სურავში დაზუგზე დავპატიჟე ერთხელა, ხო? ნახეთ ვიდეო თუ აგჯერა თქვენა. აბა ნახოთ აბა. ო, აბა უყურე. ვარი მეგარია. ნაზიკი მაგარია. უგაროდ გავარ და ვიგრიდე, ვიხედა. ისე ხლა ამოდენა სპორტული მიმოხილველი ხალხი ხარ და აქ რა გინდა თავი. ჩემპიონატს რაც არ ესწრები. ნუ ახლა მე მუნდიალზე ვერ მოახერხე წასვლა, მაგრამ 2 წლის წინ ევროპაზე კი ვიყავი. ჩემმა ქვისლმა მიყიდა ბილეთი. რას ლაპარაკო რა გაიგვისლი ყოლი ერთად წახვედით ალბათ ხო არა, მარტო წავედი მე და ის ბილეთს ეძებდა საწევიღები. ოდმო გვიზნიკაზე დიმაგა. მოკლედ ხალხო და ჯავათნო აეხლა რო უსვენ ამათ ვაკეთებ დამსკვნასა რომ საქართველოში გაცილებით და მეტი ფეხბურთის სპეციალისტი ვარ ვიდრე ფინფაში და უემფაში ეგრეა კი? ო ეგრეა ხო ეგრეა მართლა ეგრეა მე მგონია ძალიან მოკლედ ამის აღსანიშნავა და ჩვენი გენერალური სპონსორი დაბალი ჯუმბერას დუქანი იწევთ ამაღამა ფეხბურთების საყურებლად ჩვენთან ერთად მეიცა ძალიან მაცადება და რა რეკლამის სახე მივცე წინადადებას გლიჯი დაბალი ჯუმბერას დუქანი გარედან ხაშნაბის და ტელევიზორის შემოტანა აკრძალულია. ისია მომნეთ ჩვენთან ჩვენივე პროდუქტით. კი ბატონო. რო უნდა სანამ დაბალ ჯუმბერას დუქაში გადავინაცვლებდით, აგე მე და ჩიტოვიჩმა საფეხბურთო შაირები დავწერეთ, გაიგე? ქსორებთან ერთად. და ახლა ხო უნდა ეგეთი ლაივში ხო უნდა ისე ვქნა. დავაყაროთ ხოშკაკალას. იყავით აქა, მაიცი მოგელახო მიდი აბა დააყარეთ ბიჭებო, ახლა ყურადღებით. ხო. რა ხო შენ დაწერილია? ო, დამწესა შევაგიგებ. აუდი ბიჭო ვითამაშოთ მოვიდინო თოფლიო ამერიკაში დაიწყო როგორც იქნა მსოფლიო ზოგიგეთი გუნდია ვერასდროს ვერ მაიგებს ოდაიქნებს შავერიოთ ვერავინ ვერ გაიგებს მსოფლიოთას ჩემი აზრით გერმანია მაიგებს ზამერა გერმანია მასალები ეს გუნდები ვერ ვიმოვლე გაიჭედა საიტი მაგარ ფეხბურთს გვირდებიან კაბოვერდე აიმი გონისიც არიცია კურც რომ უნდა ეგორა თურმე ქვეყნები მოფილა მეკლიჩკები მეგონა ბრაზილია გაიმარჯვებს აბასპერა გეგონა თურმე მართლა არსებობენ მესიზმარი მგონია კურასაო არსებობს და თანგუნდიც კი ხორია შაჯიბიტიმ მაიწერა გამოვშტერდელ ამისო გუგლმა კიდე პიტა-პიტვა ექსატრიცი არისო თამაშისა რა გითხრათ დასახელებაზე ვხალისო დაუძახეს უზბეკებს და დაუძახეს ერაყლებს
ძველ სოფლიოზე ვიხილავთ განურჩევლად ყველა ერთ მაგიზეთის სასტავია სასწაულსაც ჩავიდეთ უბანში მიიჭებს შევკრიბავ იქნებ ჩვენც კი გავიდეთ მამკალი და თან მგონია სოფლიოსაც ავიღეთ აბარა ყოველი დღე დაიწყება ერთნაირად თევზლუდი როგორც ვატყობ ამ ზაფხულში გამასუკებს ფეხბურთი ამის წინ თავს ვინახა უკვე 4 წელია თქვენ ადვილი არ გეგონოთ სპორტსმენობა ძნელია 20-იანი ძალკე მიდებს ჯერ არ დამილებია ალბათონე მოგვისმინეთ ნუ დაგწნებათ ჯერგული ეს ერთი თქვენ კაცებს ამბობ გულდი გაფორმებული რეალი ნუ შეგაშინეთ თუ აღნიშნეთ გადანა ცოტა ხანი თქვენც მოგიწევ ამ ყვირილი სადანა თუ გიყვარვართ ჩვენი ხატრი ვეითმინეთ ბადარა აბარა ურაულა ხალხს თუ კითხვა გაუჩნდება მიხომარო სად წავა შენი შოუც სერიალით რუსთავი ორზე გავა დრო ცოტათი შეიცვლება ლოგიკა ამაში თუ კი ზოგჯერ დაემთხვევა რომელიმე თამაში დიდი მადლობა ქსოვრელებს ჩვენზე იყო შაბათი მოკლედ დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო, ესე იგი ამ არაჩვეულებრივი ფეხბურთების გადამკიდე, როგორც იცით, ჩვენი გადაცემა ხუთშაბათს არ გავიდა და დღეს ისეთი მონდომებულები ვართ, ბევრი ვფიქრეთ, ცოტა ვიფიქრეთ, თუ ისეთი სტუმარი გვინდა თქო, რომ ესე იგი პირდაპირ დაიპყროს ტელეეთერი ჩვენი ძვირფასი და საყვარელი რუსთავი ორის და მე მგონი შევჯერდით კიდეც. დიახ, ნამდვილად. მაგრამ ჩემო ნიკოლოს სანამ სტუმარს გამოვაცხადებდეთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სატელევიზიო ბადე მიზეზი ძალიან სასიამოვნოა, სოფლიო ჩემპიონატი ცოტა არეულია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სერიალის ერთგულ ტელემაყურებელს ყურადღებით ადევნეთ თვალი რუსთავიორს, იმიტომ რომ ცოტა პატარა ცვლილებები იქნება. მიხოდამაროს დაწყების შემთხვევაში საათს გულისხმობ და რაც მთავარია, გავა აუცილებლად. ამიტომ ეს ცვლილებები იქნება. ანუ იმის თქვა გვინდოდა ჩვენი მიზეზი, სოფლიო მიზეზია. კი ბატონო. სოფლიო მიზეზია, რამე ჩვენი. მოდი ჩემო პატრა ისღა დაგვრჩენია, რომ კარგი სტუმარი წარმოვადგინო. მაგარი ბიჭი, კარგი ადამიანი. კარგი ადამიანი. სიკეთით სავსე. ჩვენი მეგობარი, შოუმენი, მეტყველების პედაგოგი, ქორეოგრაფი, მომღერალი, რუსთავიორის ვეტერანი და ახალი თეატრის წამყვანი მსახიობი. ეხა ფეხბურთი იწყება, მეც ვერ ვაწნებ, თორემ სავსეა ფურცელი. მოკლედ, ყველასთვის საყვარელი ადამიანი პირველ რიგში არჩილ სოლოგაშვილი სტუდიაში. მადლობა ჩემო მეგობარო ოქროს ადამიანო მადლობა. ესე იგი ამ ციებ-ცხელებაში როგორი ჩართულებიც ავართ განსაკუთრებით ჩემო არჩილ რუსთავიორის ესე იგი თანამშრომლები ყველა უკლებლივ ნამდვილად მადლობა მინდა გითხრა დიდი რომ მოიცალე პირიქით მადლობა იმიტომ რომ დილით ეთერში მერე გამოდი ბენდი მერე ცეკვა დადგი უკვე დავიღალი აღარ გააგეთო უკვე დაღლილი მადლობა პირიქით მეგობრებო მოწვევისთვის ვაფიქსირებ ჩემს სიყვარულს და პატივისცემას მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ და მიხარია რომ თქვენთან ვარ იცი რა გამიკვირდა ისე აქამდე რატომღაც მოხდა ისე რომ აი დღეს ვარ სტუმრად რა იცი რატომ მოხდა აბა რატომ აი აქ ჩამოთვალე შენი მიღწევები არ გცალია და რა გავაკეთე არასრული ჩამონათვალი გოდიში იცი რა მინდოდა რომ
შენზე გვესაუბრა. გესმის ამ ფეხბურთის ციებ-ცხელებაში პირველი კითხვა არაბიძეს აქვს შენთან, იმიტომ კი ბატონო, რაც გინდა, რაც ის გულ შემატკივროთ. ხო. ცოტა სანაძლეოც კი დავდეთ, მეც მითხარით ვის გულ შემატკივროთ რა. გამანდეთ ეს ამბავი. გამანდეთ. ხო, და შენთვის მე გეტყვი აუცილებლად რა მაგ დასამალი კაცო თელმა მსოფლიო მიცის რომ ვის გულ შემატკივრობ. მე ხო არ მე გეტყვი და შენ ვის გულ შენ ვის გულ შემატკივრობ, ეს მაინტერესებს. გამარჯვებულს. კარგია. ესე მოხდა. რა გავაკეთო? ნუ რაღაც პერიოდი ესე რომ დამისვეს ეს კითხვა, თქვი და ვიზებს თქვი არ იღებენო კაცო მონაწილე. მაშინ მეთქია არც ეგ ძალიან დავიბედი რა, ძალიან დავიბედი, დავიღალე ამას. ეცი ხმალაობაზია კინო რა, კინო ფილმი ხმალაობა. კინო არის ხმალაობა. და გავამეო რა, იმას გულ შემატკივრობ. მე საფრანგეთიც ავარჩი ერთი პერიოდი, ხუჩა კვარაცხელიამ ყველაფერი იქნა რომ ეხლა გულ შემატკივროთ და ბოლოს მივედი იქამდე რომ ვინც გაიმარჯვებს იმისკენ ვარ. ესე ჯობია. ესე ჯობია, თორე ამ წუთში ხა აი ამ ეტაპზე ვატყობ რომ რა ფეხბურთი ხა ხო ჩოგბურთზე ვარ, ჩვეულებრივად ხანიკით ხანაკეთ, ხანიკით ხანაკეთ. ვიტყოდი ნიკოლოზ ბასილაშვილს მეთქი, მაგრამ აბა ფეხბურთზეა საუბარი და ხშირი შენიშვნა გვაქვს ამის, რომ როცა ინდივიდუალურად მოყვავს სტუმარი, ესე იგი ჩვენ აქ ამ დროს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ბენეფისივით კვარცხლბეკს უწყობთ და ურა აიტანოთ ეხლა ძალიან კარგი კისრის ვარჯიში, ამიტომ დატოვეთ არაფერი არ შეცვალოთ აქ. ჩემო იყოს ეს. ხან ჩაძინებისთვის არის ერთ-ერთი წამალი, რო არ ჩაეძინოს ადამიანს. ისე დილაშია გამომადგება და უნდა გავითვალისწინო, ესე იგი, ისე უნდა დავჯდე ხოლმე, რომ აქეთ წამყვანები ვისხდეთ და აქეთ სტუმარი რომ იქაც ეს ვაკეთო, იმიტომ დილას არის რომ ესე ხარ და ესე რო ხარ, მე ნელ-ნელა ხელი მოდის რა. ამ დროს მაყურებელს გონია რომ ძალიან ჩაფიქრებული ხარ სტუმართან და აი ამ ადგილზე არის რა. ფეხბურთის თემა რო ვერ ამოვწურათ 19-მდე, მაგრამ მე როგორც გითხარი, მე და ნიკოლოს ასე ვთქვათ, გამაზული გვაქვს ტერმინოლოგიაში შევიდეთ რა, ემოციური ფსონები გაქვს. ბრაზილია ხო და გერმანია. ამიტომ უფრო მეტი რო ვიყოთ და იმ სუფრაზე მოვხვდეთ ჩვენ, მე შენ დაგაკვალიანებ და გერმანიის ნაკრების მაისის ძალიან დიდი მადლობა. რა აგერი თავისი შორტი დედა შეგენა შეგიძლია რომ ამაყად თქვა რომ გერმანია გოლ შემატკივრობ. ძალიან დიდი მადლობა. აი ბურთი მინდა რომ გერმანიის შემატკივარიც ერთი გყავს. მეც გაჩუქებდი ბრაზილიის მე ველოდებოდი რომ აჩუქებდი. ამოვყიდე უკვე და კარგი რა. არა, მაგი როგორი მართლებს ხოლმე იცი თავს. ჩვენო იმდენი გულშემატკივარი ყავს რომ აღარ დარჩა, მაინც ამაშია საქმე. ძალიან დიდი მადლობა. ჩემპიონატის დამთავრებამდე კიდე ერთხელ მოგიწევს სტუმრობა და მაშინ გაჩუქებ შეგენაც. გამარჯვებულის მინდა, გამარჯვებულის გაიმარჯვებს. ესე შეკვეთა მოგეცთ. მე მაინც ამ რეგალიებზე ვარ რა. აბა გამოვიდით, რომელიც ხო იცი პროფესიული კოლეგიალობის ამბავი. მესმის, აბა მე. ამ ყველაფერს ერთი მთავარი ამბავი აკრია ჩემთვის. აბა და შენთვისაც ალბათ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს კი არა ბუნებაში ყველაფერს ჯობია. ეს არის ალექსანდრე. ხო და მე როგორ არის? ეხა გარკვეული მიზეზების გამო, ნუ დამაკონკრეტებინებ, მე სოციალურ ქსელებში აღარ ვარ და ის სიამოვნება აღარ მაქვს ამ შენი შვილის ჭიკჭიკის და კაი რაღაცა ამბების და ხო არის კარგად. გულწრფელად რო გითხრა და გულწრფელი რო ვიყო და რა თქმა უნდა ვიქნები ერთადერთია ოჯახში, ვინც ფეხბურთს გულშემატკივრის. კეთრიანი კაცი. ამიტომ აი ეს თუ კი ვინმეს გაუხარდება, სანი იქნება. ხო და არ ვიცი ბიჭებო, ეს სიყვარული საიდან აქვს, იმიტომ რომ მე და ფეხბურთი, მე და ნუცა და ფეხბურთი ვერა. არც ძიძა სანამ ყავდა ფეხბურთთან ვერა და ციფრს ეუბნები და პასუხობს იმ ციფრზე, რომელი ადამიანი ფეხბურთელი თამაშობს. საიდან აქ ეს წოდნა არ ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაცნაირად ეს სიყვარული გაუღრმავო და პირიქით, მიდი შვილო, მიდი შენგენაც ვარ, რატომაც არა. წინაპრებს ვარ მოგიკითხია. იცი რა არის, მაშინ ფეხბურთი არ იყო. სადამდეც გავედი და
რა ვიცი ეს ქართლელი კაცი ეს ფეხბურთი აი არ ვიცი მე ესმის რომ კიდე ხო აი რაღაცა ეხლა ძეგველი ერთი ტოჩინო ვიცი რა ტოჩინოშინი ვიცი ვინც გადასარება თავის საქმიანობას ეწევა და ვერც პროპორციაში ვერ ვატყობ ეხლა ჩემს შვილს მაინც და მაინც ეხლა იქით უნდა წავიდეს და არც გენეტიკაში არა გვაქვს და აბა რა გითხრა ხო მაგრამ მე როგორც ვიცი სამაგიეროდ გენეტიკაში არის ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი რომელიც აი ამ ადამიანებთან არის კავშირში არის კი პაპას ხო და ეს კი ბატონო პაპას ძალიან უყვარდა პაპას დოლგარმონი ესე ვახსენებ ქართლში ესე ვეძახით რა ყოველ შემთხვევაში ესე გავიხსენე ესე იყო ფანოს ეძახდნენ დოლგარმონი რა და მეც ახლა რო გითხრათ რომ ჩემთვის უცხოარე დოლის ხმა რომ ეს აი რა კატა და პირდაპირ მხარი აი ვიღაცას ახლა ხასიათში აქვს რა მხრით საუბარი და მე დოლის რითმზე მემართება აი პირდაპირ მხარი გამირბის რა და ცხონებულ პაპას ისე უყვარდა რომ გასვენებაშიც კი ესე იგი იყო დოლგარმონი აბა იყო და ასე გავაცილეთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში. ასე ვთქვათ, იმ წლების ადამიანების იყო ძალიან უშემ, იმიტომ რომ ეს უკვე მაგალითად გამიხარდა რა და ეხა არ არის პირველი შემთხვევა რომ მსგავსი ამბავი დაბარებული აქვს რომ გინდა თუ არა ის კი არა და ბებიასაც ძალიან უყვარდა. კი, დედაჩემის დედასაც ძალიან უყვარდა, აი ძალიან გიждდებოდა ბაიათზე, აი და ბავშვობაში მასწავლიდა სხვათა შორის სანამ ის სიმღერა გაპოპულარულდებოდა, ბიჭი გოგოს წერის სასერს, ბებიაჩემმა მასწავლა და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ცოტა სხვა მელოდიური ხაზი ქონდა, მე უფრო დაიხვეწა, მაგრამ ხალხში როგორც გადიოდა. ხო და მიყვარს რა ნუ ეს ჩემთვის უცხოარა და არც ამ შანსს არ გავუშვებ ხელიდან თუ მომცემთ რომ ამ ბიჭებთან ერთად რამე შევასწავლო. ხო და იცი როგორ არის აჩკო ნახე ეხლა ამ ფეხბურთების ფეხბურთს კიდე უფრო უხდება. ხო კი ჰიმნი არის ჰიმნი ფაქტ. აბა შაკირამ რო იცოდეს რას შეიძლება ისეთი გახდეს ეგ ამბავი და რატო ამ ბიჭი რომ დრო გვაქვს ძალიან მცირე იმიტომ რომ ეხლა მატჩი იწყება. არიქა ხო და ამიტომ რომელი ერთი რა ვქნა იყოს რაღაცა სიურპრიზი აგერ ბიჭებთან და რამე ისეთი რომ პაპის ძვლები შევატაკო. უი, გამოვნებით, მე ვიხუმრე და ამ შანს მართლა არ გავხდი ხელი. შეგენასწავლე. იცი რა, მიკროფონი გაქვს გვერდით. კი ბატონო. მიდი ბიჭებთან და ვნახოთ ეხლა რაში იქნება საქმე. კი შენ გენაცვალე, აბა ვცადე. აპლოდისმენტები. სიყვარულს ვეძებდი შენ გიპონე ასულო ბრავო აჩი მე სიყვარულს ვეძებდი შენ გიპონე ასულო ნახე შემიყვარდი თურფავ შემიყვარდი მონაივარ შენი გულის მონაივარ შენი გულის ნახე შემიყვარდი თურფავ შემიყვარდი მონაივარ შენი მონაივარ შენი გულის მედიკარზე მოგვადგა ვიპოვეთ ერთმანეთი ვერავინ დაგვაშორებს ვერც კაცი და ვერც ღმერთი შორებს ვერც კაცი და ვერც ღმერთი მედიკარზე მოგვადგა ბრავო
რამდენად კარგი გამოვიდა, მაგრამ სიმღერა არ ვიცი. ეს გადასარევი. არის ერთ-ერთი ძველი ბაიათი რა, რომელიც შეგენაცვა, ძალიან მაგარი. მიყვარს. ეს ბაისური მართლა ზედმეტია ბოშს გადაეცი ჩვენ. გეუბნებინე. მოკლედ, არ ვიცი, აი. მადლობა. მოხიბლული ვარ თქვენი მომკალი. დიდი მადლობა და მადლობა ბიჭებო თქვენ. ბიჭებო, დიო, დიდი მადლობა. მაგარი იყო ძალიან. სხვაგან ვერ წარმომედგინა რომ ეს ექსპერიმენტზე აი წავწავი. ამისთვის მადლობა შენ, მაგრამ პაპა ეხა დაირტყავდა რა. მოკლედ ჩემო ძირფასებო, ვიცი რომ ღელავთ და რამდენიმე წუთში იწყება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის და მოდი, ბარემ, გადმოდი, სენჩი და მე და ნიკოლოს რომ გვიყვარს სიმღერა, იმით დაემშვიდობე ჩვენ მაყურებელს. ბარემ შენ აქახა სეგმენტი მოვიცავით. კი ბატონო. კარგით, მოკლედ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ყველათვის საყვარელი არჩილ სოლოღაშვილი და მადლობა არჩილ. აბა, გისმენთ. მოდი მზისა და როძირს თვალები არ დახარო ძალას არ დაგატანთო შენს გინდა თქვი ხელის გულზე მსურს გადარო ნიავი არ მოგაკარო შენს თავს არ გავადან არავინ ნუ გათენდები ამაღამდელო ღამეო თუ შემაყვარე დამაშორებ მალეო კოცნა გავბედე თავი ვერ შევიკავეო ბედი დავცადე და შენც ცოდა მაცადე გაგრძელდი ღამეო შენც დამიფარეო იმ ქვეყნადვის რა წაუღიარა თუ სიყვარული არ აღიარა ერთი ღამისთვის სიცოცხლე ღირს ეს ცხოვრება ანუ გულოდ ანუ სიყვარულოდ აბავის გაუგია იმ ქვეყნადვის რა წაუღიარა თუ სიყვარული არ აღიარა ერთი ღამისთვის ღირს სიცოცხლე ღირს ეს ცხოვრება ანუ გულოდ ანუ სიყვარულოდ აბავის გაუგია რა ყოფილ ხართ ეს ქალები სულ ეძებდა მე მალები გამიღე კალები თუ შემიხარ თქვი შენს ბადეში მე გავები ხვალ დილამდე მე ყვარები არა და ეს ღამეც არ გადის ნუ გათენდები ამაღამდელო ღამეო თუ შემაყვარე ნუ დამაშორებ მალეო კოცნა გავბედე თავი ვერ შევიკავეო ბედი დავცადე და შენც ცოდა მაცადე გაგრძელდი ღამეო შენც დამიფარეო იმ ქვეყნადვის რა წაუღიარა თუ სიყვარული არ აღიარა ერთი ღამისთვის ღირს სიცოცხლე ღირს ეს ცხოვრება ანუ გულოდ ანუ სიყვარულოდ აბავის გაუგია იმ ქვეყნადვის რა წაუღიარა თუ სიყვარული არ აღიარა ერთი ღამისთვის ღირს სიცოცხლე ღირს ეს ცხოვრება ანუ გულოდ ანუ სიყვარულოდ აბავის გაუგია აბავის გაუგია აბავის გაუგია
არავის გაუგია